მოგესალმებით, მადლობა მობრძანებლისთვის. გვინდა გამცნოთ, რომ 17 ივნისს გუშინ ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო. ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან ითხოვენ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების, წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შრშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების და სხვა ადამიანების და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის მიწოდებას. მათი ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების და ჩვენი ბენეფიციარების მოქალაქეების ნდობის ღალატს. თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოყვეს. ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ. ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ. ჩვენთვის მათი მიზანი უკვე ცხადია. ივანიშვილი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს, ისევე როგორც თავისუფალი ჟურნალისტიკის. ზუსტად ისე ამას როგორც აკეთებდნენ 20-იან წლებში ბოლშევიკები, ხოლო ბოლო დეკადაში პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმები. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისადმი შერიგებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად. მეც მოგესალმებით და ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას საქართველოში. ეს არის მიზანი ივანიშვილის, რომ ჩვენ ყველა გვაცხოვროს რუსული კანონებით, ეს არ მოხდება. ასევე საინტერესო არის ის, რომ ივანიშვილმა სამიზნეში ამოიღო ამჯერზე 5 სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ქალი და ეს არის, რასაც აკეთებს ივანიშვილი, რომ ებრძვის ქალებს, აქტიურ ქალებს ამ ქვეყანაში, რომლებიც იცავენ საქართველოს ინტერესებს და იცავენ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. ასევე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ივანიშვილს არ მივაწვდით. ივანიშვილის მიზანი არის ის, რომ ეს ადამიანები დაუცველები იყვნენ და დარჩნენ უსამართლობის პირისპირ მარტო და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს მოხდეს. მოგეხსენებათ, საფარი არის ქალთა უფლებადაცვითი ორგანიზაცია. ჩვენ 24 წელია მუშაობთ და უამრავი ქალი და ბავშვი ბენეფიციარი გვყოლია. ისინი ჩვენთან მოდიან უმძიმესი პირადი ისტორიებით და ამბებით. ჩვენ გვაქვს არაერთი საქმე პედოფილიის, სქესობრივი ძალადობის და სხვა საშინელი დანაშაულის. ხშირად ისინი, როდესაც მოგმართავენ, არ მიმართავენ პოლიციას, რადგან არ აქვთ ნდობა სახელმწიფო უწყებების მიმართ. ზოგჯერ ისინი მხოლოდ ჩვენ სერვისებს იღებენ. შესაბამისად, მათი ისტორიები, მათი სამედიცინო ისტორიები ინახება ჩვენთან. მე მინდა მივმართო ამ ქალებს და ბავშვებს, რომელსაც მიუღიათ ჩვენგან მომსახურება, სერვისები და მხარდამჭერა. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ თქვენს მონაცემებს, თქვენ ისტორიებს და თქვენ ამბებს ბოლომდე დავიცავთ. ის არ ჩაუვარდება ხელში რაჟდენ კუპრაშვილს და რუსულ რეჟიმს. ჩვენ გავუფრთხილდებით ყველაფერს, რაც გვაქვს და მინდა რომ იცოდეთ, რომ საფარის არქივის უდიდესი ნაწილი განადგურებულია უკვე, სწორედ იმ მიზნით, რომ ხელში არავის ჩაუვარდეს ეს ძალიან გრძნობიარე და სენსიტიური ინფორმაცია. ჩემთვის ძალიან ცხადია, რომ დაიწყო ღია ბრძოლა საფარის და სხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. ეს მხოლოდ დასაწყისია.
მაგრამ ისინი, რა თქმა უნდა, შეცდებიან ყველა ამ ორგანიზაციის დახურვას. ამიტომ მე მინდა ქალებს ვუთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დაიწყოს ჩვენი დევნა, მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნა და დაპატიმრებები, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას. თუ ჩვენ არ მოგვეცემა საშუალება, რომ გავაგრძელოთ მუშაობა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჩვენ მოვძებნით სხვა ზომებს, ჩვენ არ დავტოვებთ არავის მარტო და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ქალების და ბავშვების უფლებები ბოლომდე იყოს დაცული ამ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მე როგორც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ჩვენც რა თქმა უნდა მივიღეთ ამგვარი, ასე ვთქვათ, შეტყობინება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემი კოლეგების დარათ, რომ არ ვაპირებთ იმ ათასობით ქართველი მეწარმეების, მასწავლებლების, ახალგაზრდების, სტუდენტების, რომელთაც მივეცით უამრავი საშუალება მთელი გასული 23 წლის განმავლობაში, რომ ისინი კიდევ უფრო ახლოს ყოფილიყვნენ ევროპასთან, ყველაფერი გაეკეთებინათ იმისთვის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი ყოფილიყო საფრთხის ქვეშ არასდროს ყოფილიყო და ის სტუდენტები, რომლებმაც განათლება მიიღეს ევროპულ უნივერსიტეტებში ჩვენი დახმარებით, ის ადამიანები, რომლებიც მიიღეს საუკეთესო ცოდნა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების საქართველოში განხორციელებული პროექტებით, იქნება ის სტენფორდის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი თუ სხვა ძალიან ცნობილი, ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო ცენტრები და მთელი ჩვენი საქმიანობა ყოველთვის მიმართული იყო საქართველოს ევროატლანტიკური სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისთვის და ამ მიზანს ვემსახურებით ჩვენ რაც შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია მას შემდგომ. ამიტომ ამ ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, რომ დავემორჩილოთ რუსულ კანონებს, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ამ ქვეყნის თავისუფლება სწორედ ჩვენი თაობის დასაცავია. ამიტომ ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის იქნება ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რა შეიძლება გვემუქრებოდეს ამ გზაზე. დიდი მადლობა. თუ არის კითხვები?